არაფერი არ შენის, გავსი არ გაგვიყვება. ყველაზე მეტად ადამიანს გულს უკრავს მიტოვებული ადგილები. მე ეგრევა პირადად, მაგრამ თუ კი ააშენებენ და გააკეთებენ, ისე რომ ხალხმაც ამოისუნთქოს და ისარგებლოს, ამას რა ჯობია? არა, არის გაუგია, რომ გუბერნატორი აშენებს მიგებსაც პირადი მოხმარებისთვისო. არც ხმურა, არც ჭორად და არც არავის არ გაუგია. არც დაიმალებენ. არც სოფელი ისეთი და ალბათ არ დაიმალებენ. ეტყობა ამ ადგილს ეს თუ ხშირად მოდის და ყურადღებას აქცევს, ან ვასა, ამ ვენახსა, ან ეხლა ვარდი, ყველა ვარდი გასხლულია და ეს რო ხშირად მოდიოდეს, ამ ვარდს გასხლავდა და მოულიდა და აგერ სარაბალა ბალახის მეტი რა არის? არც ეტყობა აქა თუ ფეხის დადგმული არის, ნავალიც არ არის. ნურა ბავშვი ხამდა თხომე ბაბოსა და ბაბა იყო ხოლმე ხშირად მეტი წილი აქ. ეხლა მოვიდა იმ ბოლო დროსაც რომ ენგრეულდა ეს ძველი სახლი, ჩემი მაზრის საჩენებული სახლი იყო და ენგრეულდა და ეხლა მან ააშენა და ეგრე არის ამდენი წელიწადი ეგრეა. კიდევ გავიქა ჩამღობე ქათმები და აღლები შემოდიან საქონელი მეტრიკა თუ ყურადღებას ვაქცევ რა ვიცი აქაობას რომ მაინც მოგესალმებით ტელერადიო კომპანია თრიალეთი რუსუდან მამასახლისი. ბევრი ისაუბრეთ რეგიონების განვითარებაზე და მათ წინსვლაზე, კონკრეტულად მინდა შიდა ქართლს შევეხო. შიდა ქართლის მოსახლეობა გუბერნატორის მუშაობით უკმაყოფილოა. ზურაბ რუსიშვილი მხოლოდ მაშინ გადის ხალხში, როდესაც რეგიონში მინისტრი ჩადის, დანარჩენ დროს შენობიდან არ გამოდის და ხალხი აცხადებს, რომ ის გუბერნატორს არ ცნობს და ზოგადად საერთოდ ვერ გრძნობენ მის არსებობას რეგიონში. ასევე ისინი საუბრობენ ბიზნეს ინტერესებზე, მის მშენებარე ფეშენებელურ სახლზე ატენის ხეობაში და ასევე სასტუმროზე, რომელიც ახლა შენდება. მე მაინტერესებს თრიალეთი. ვინ აკონტროლებს, რომ გუბერნატორმა რეგიონში აკეთოს საქმე და არა ბიზნესი? აი ნახეთ ახლა. აბა რა ვნახო? თქვენ ეს არის ბანსაზილოა რა. როგორ გითხრათ ახლა რომ ესე გუბერნატორი ზის იმდენად უპასუხისმგებლოა რომ ზის კაბინეტში აშენებს სახლს, კაბინეტიდან გაუსვლად ბიზნესები აქვს, სასტუმროები აქვს, ეს არ შეიძლება. მაგალითები არა. მაგალითების მოყვა. მე თქვენ ხარ ჟურნალისტი. მაგრამ თქვენ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის რომ ბრალდება წაუყენოთ, უსაფუძვლო, თუ გაქვთ თქვენ ფაქტები, ძალიან გთხოვთ რომ წარმოადგინოთ. მე აქედან მოვუწოდებ შიდა ქართლის გუბერნატორს რომ დღესვე გააკეთოს განმარტება, ან უარყოს, ან დაადასტუროს ეს ფაქტები, თუ არა. იცით რა არის? მეც არაერთხელ მომისმენია უფრო უარესი ბრალდებები. ჩემს შესახებ რაღაც ჩემი ოჯახის წევრების და რაღაც სასწავლო რაღაცებს იგონებენ. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად თქვენ არ ხართ ამ შემთხვევაში, მე ვიცი რომ თქვენ დაგიწერეს ეს და გამოგატანეს. მე ხშირად მიფიქრია, უნდა გავცეთ თუ არა პასუხი ისეთ აბსურდულ ბრალდებებს, აი როგორც არის რომ როგორ გითხრათ, არც კი მინდა რომ გავიმეორო. რა ჩემი მისამართი ისმის. რაღაც ბატუტებს ყიდულობ თურმე და რაღაც ესე იგი დავფრინავ ოთახები, ფრინავე ოთახები მყავს მაგს დაქირავებული. არა, მე ეს არ არის ასილო, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის უპატივცემლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. არ შეიძლება. როცა თქვენ ითხოვთ პატივისცემას სახელმწიფოს პირველი პირების მხრიდან, მთავრობის წევრების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულება ასეც უნდა იყოს, მაგრამ აქ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემას დამოკიდებული ურთიერთობები. ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ პატივს გცემთ და თქვენ აბსოლუტურად გაუმართლებად და უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალდებას გუდებთ, ბრალს გუდებთ. ბრალსდებთ ამ შემთხვევაში კორუფციაში და ძალიან ცუდ რაღაცეებში. რა? მისია? კარგი, ეს ფაქტებია. ფაქტებია და მე მოვუწოდე გუბერნატორს რომ სასწრაფოდ გააკეთოს კომენტარი. თუ არა, თქვენ უკაცრავად, აი ამ შემთხვევაში მე ვისურვებდი რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახტევინოთ. მე ხშირად უარი მithქვამს. იცით ალბათ რომ წლების განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში პირდაპირ მნიშვნელობით აღვირახსნილი კამპანია აწარმოეს ჩემი ოჯახის მიმართ. მაშინ როცა ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, ვერაფერი ვერ ამოუკვირდა. თვით სააკაშვილმა და მისმა, ასე ვთქვათ, დანაშაულებმა ბანდამ ვერაფერი რაღაც გაუგონარი, მთელი კამპანია ააწეს.
თან ციხეში ისდა. და შემდეგ მოხდა ისე რომ აგზელებენ ხა ჩემზე წერენ რაღაცებს ბატუტებს ყიდულ თურმე და ბატუტების ყიდვით ვარ გატაცებული. რაღაც აბსურდი. მე არაფერი არ მოხდა დასამალი. მე ადრე გითხარით რომ ჯერთი ყველას აქვს თავის ცხოვრების წესი. ჩემი ცხოვრების წესი ვის აინტერესებს, მას შეუძლია ყველაფერი გაარკვიო ჩემს შესახებ და ჩემს ირგვლივ. არაფერი არ მაქვს დასამალი აბსოლუტურად. და თუ ვინმეს აქვს დასამალი, მან პასუხი უნდა აგოს. კი ბატონო. დიდი მადლობა. მაშინ შემპირდით რომ თუ აქვე შემპირდით. თუ არც ერთი ფაქტი დასახელებული ფაქტი ბრალდებებიდან არ დადასტურდება, თქვენ საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს. თქვენ საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს. პირდებით, კი ბატონო, მადლობთ. არ არის საინტერესო, მადლობთ. დიდი მადლობა. თუ პირიქით იქნება, რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ რეაგირებას. კი ბატონო. კი ბატონო. აქ არ მოსვლა, მარტო თუ მოვდო და წის ამ ნეტა დამემთავრებინა ზუსტად წვალცფაინჩეგი. ატენში როგორც ხედავთ, ფლობ საკარმინდა მონაკვეთს, რომელიც მამაპაპისეული ქონება, ასე ვთქვათ, ეს გახლავთ ის ფეშენებელური ბინა, რომელიც ტელეკომპანია თრიალეთისთვის თვირადღირებულს წარმოადგენს, ასე ვთქვათ. მინდა გითხრათ აქვე, რომ 3 წელიწადია ფაქტიურად ამ ეზოში თითქმის არ შემოსულ ვარ, არა თუ ამის ამუშავებები და 7 წელია, რაც ამ სახლის ზოგადად მშენებლობა დავიწყე. ეს არის ის ყველაფერი, რაც შეეხება ჩემს ვილას ატენში. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, რომელიც რაღაც ბიზნეს ფლობებთან არის დაკავშირებული, ხაზგასმით გიდასტურებთ, არანაირ ბიზნესებს ზურაბ რუსიშვილი არ ფლობს. ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის, რომ წინა წელს ტელეკომპანია თრიალეთს მოწერილი აქვს ჩემთვის წერილი, რომლის თანახმადაც ითხოვდა საეთერო დროის შეძენას მუნიციპალიტეტებისგან. მას ეს თხოვნა მუნიციპალიტეტებიდან არ დაუკმაყოფილდა და მე ვთვლი, რომ ეს არის საბაბი ამ ყველაფრის. რაც შეეხება ამ სიტყვებს, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, მინდა გადმოგცეთ ყველა ჟურნალისტებს ის წერილები, რომელიც ტელეკომპანია თრიალეთმა წარმოადგინა და რას ითხოვდა და აქვე თან დაგვირთავთ ჩემ ქონებრივ დეკლარაციას. ჩემზე მოწესრიგეს. მაინტერესებდა თუ ქონდა ლომბარდი, თუ ქონდა ავტოგასამართსადმყოფლები. თუ ქონდა თუ აქვს? აქვს, ხალხის ამბობს. არა, დაჯექი. კომენტარს ჩემთვის აღარ არის. და ვინ ამბობს? არიან ადამიანები, ვინც ამას. რა კონკრეტულად? ესე კონკრეტულად. რომელ ბიზნესებს ფლობ? ამაზე ტელევიზია ამაზე განცხადება. დიდი მადლობა. გააქვთ დოკუმენტი, რაც გითხათ. ტელევიზია გააკეთებს განცხადებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ არაერთი სიუჟეტი იქნა გაშვებული ტელეკომპანია თრიალეთის მიერ იმის შესახებ, რომ გუბერნატორი იწერს დანამატებს გარწმუნებთ, რომ თრიალეთმა ამის შესახებ გაითხოვა არაერთხელ დოკუმენტაცია გუბერნიიდან. მას გადავეცით ჩვენ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც გამოყოფილია ის ხელფასი, რასაც მე ვიღებ. ასე რომ ერთ დოკუმენტს ვერ ნახავთ ჩემი ხელმოწერით, რომელიც ადასტურებს, რომ მე რაიმე პრემია ან დანამატი გამოვიწერე. სოფელში სად რჩება ხოლმე, რო ჩამოდის? რო ჩამოდის საშუალება, რო ჩამოდის, რჩება ჩემთანა, ან ჩემ დიშვილთანა, ან და ბიძაშვილებში. არსა გასათანებელი ადგილი არა, გენაცვალე. სახელმწიფო თქვენ? სულიკო რუსიშვილი. აქ ავცხოვრო. გამოვიხედე სახლიდან ხალხი რო იყო, ნეგატ რო შემოვიდი რა წლება. მე ვქიობი ცხოვრაფერი მოვიდა. გუბერნატორი როა, როგორ რაღაცით, ყველა ვიცით, მაგრამ პირადად არ ვიცნობ. თუ რამე დაერტყო მისი ხელი ამ სოფელს, რა წარმოშობით თუ აქედან არის? დეტალებში ახლა ვერ მოგახსენებთ მაგას. ჩვენც აგარ უმუშევრება, მე ბიძაშვილი ვარ, აგარ ვცხოვრობ მე.
5 ოჯახი ყავს ბიძაშვილები. 2 ვარ პენსიონერი, დანარჩენი სულ მუშაური შვილები ყავს. გოგო გასათხოვარი ბიჭი საქორწილო ვერ შეგვიწუხები რომ დავასაკმეო რომ იმიტომ იქ ჩვენი გვარი წარმოიცვას ეგ და დაგვიქცეს. იტოს რომ ბიძაშვილსაც თაპანჩას შეემს. აი ესეთ მდგომარეობა აქვს და რამდენი წელი აქ არ მოსვა. აი ღობი არის აქ კარები არაფერი კარები ხო შემოდიან საქონელი რაღაცები გავრეკა ღობამდე. აი კარებიც რო გაუკეთებია არ მოსულა ხალხო და გუბერნატორს დადგა ტელეფონზე მეუროცე რომ გუბერნატორობა დანარჩენი იმიშენა აქ შემოსვა თუ აულა ჩაულა აქ დასაპროექტად აი 15 კილომეტრი აქედან წყალი უნდა ჩამოიყვანონ იმაზე იყო იქ მისული გორიდან გამოიყვანეს ესენი გეოლოგია თუ ვიღაც ცოდნები არა ამას ამბობს და იმის სამბავს ეწვალებოდა აკეთებს ამბავს დანარჩენი აქ სახელმწიფოს ხელი აღარ დაუდია 7-8 წლის წინ ალბათ 7-8 წლის წინ უფრო მეტად ყოველ შემთხვევაში გუბერნატორში მე არ ვიცი სადაც მაგრამ გამიგია რომ მშობლები აშენებდნენ ადრე იყო ალბათ 10 წლის წინ სანამ გუბერნატორი გახდა გუბერნატორის პერიოდში აშენი დაუწყება არაფერი აუშენებია პირადად თავისთვის ხო არ არის ცნობილი რომ სხვა სახლიც აქვს ამ სოფელში ან რამე არა არანაირი სხვა სოფლი არ აქვს ეს ერთი აი ეს ადგილი აქვს სულა და აი ეს აშენებული ძველი ბინა შეიძლება ითქვას რომ აი ძველი ბინა არის რა და არც მეუქცევია ყურადღება და თუ კი ვინმე რამეს შემატებს ატენის გამაგის ინფრასტრუქტურაზე გააკეთებს სასტუმროებიც იქნება ხალხი დასაქმდებოდა იქნება ნორმა არ არის ეგრე მიგდებულია ეს ტერიტორია არ ყურადღებას არ აქცევს რა გეოგრაფიას ვასწავლი მაგას ვასწავლი ზუსტად დღეს ჩავატარე ეგრეთი ტურიზმი და რეკრეაცია გააკეთო გიგატორი ოღონდ ხალხის სასარგებლოდ მოვლილი რო იყო სახურში ეთყობა ხელად აბა რა არის მოვლილი ან ბატონო ზურაბ ან ხდება თვითონ გააკეთოს აბა რა სიზობს